მოგესალმებით ჩემო ერთგულო ყურებლებო, მე ვარ Andrew Place-ი და დღევანდელი ჩვენი ვიდეო იქნება Minecraft-ზე. მოკლედ პირველ რიგში შევქმნი ახალი world. პირველ რიგში ჩავუწიოთ თამაშის ხმებს. ჩემი სანამ არ მექნება მიკროფონი მოხონდი აზრი არ აქვს ჩემს ხმას. ვერ გაიგებთ კარგად, ამიტომ ის ხარვეზი რომ გამოვასწოროთ თქვენი мотиваცია მჭირდება. რომ გამოიწერეთ მოკლედ რა. პირველ რიგში თამაში დაწყებამდე რასაც ვაკეთებ არის game rule. სად არის keep inventory true. რაც ანუ როცა მოკვდები არ დამეკარგება ინვენტარი. მოკლედ პირველ რიგში რომ მოვიპოვოთ ხეები. რომ მოკლედ წინასწარ გეტყვით რომ შემდეგ კვირებისთვის შეიძლება გავსტრიმო, გადავიღო უბრალოდ ვიდეო და ჩავადუნატო მეგობრებო 800 ან 400 რობუქსი ბლოკს ფლიპზე, რაც დაბრუნდა ეხლანდელი რობლოქსის კაზინო არის, რობუქსების, დაბრუნდა ბლოკს ფლიპი, ამიტომ იჩქარეთ და ადუნატეთ ბევრი რობუქსები და თუ ჭკვიანურად ითამაშებთ თამაშებს, მოვიგებთ მრავალ რობუქსებს. და ვისაც ამ ყველაფერზე დაყოლიანება დასჭირდება, რა თქმა უნდა გამომიწეროს და ლაიქს ვიდეო და ამ ვიდეოს 50 ნახო თუ დაუგროვდება, გადავიღებ ბლოკს ფლიპს თუ არა და არ ვაპირებ არაფრის გადაღებას. პირველ რიგში GTA 5-იც მაქვს CS:GO კარგად არ ვიცი, ჯერჯერობით ახალი დავწყები ვარ CS-ში. და ასევე მაქვს Hogwarts Legacy, Resident Evil-ი და ძალიან ბევრი თამაში შემიძლია რომ შემოგთავაზოთ, ამიტომ არ დაიზაროთ. არხის გამოწერა, რომ მე უფრო მეტი სიახლეები ანუ საერთოდ არ გამოტოვოთ. სიახლე ზოგადად. რიგში დავკრაფტოთ crafting table-ი და ჯოხები. რომ დავკრაფტოთ შემდგომს გვიდება ჩვენ კიდე მეტი ჯოხი. ამის ბლოკებში შევედით. ეს უკვე დავკრაფტოთ. ჯერჯერობით ამაზე. მოკლედ ჯერჯერობით ეს ვიდეო არ მგონი იყოს დიდხნიანი, იმიტომ რომ ეს ვიდეო უფრო იქნება ხეებს. და შემდეგი ვიდეოები უფრო იქნება დიდხნიანი, მეგობრებო, და უფრო იქნება კარგ ხარისხში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ Vegas Pro გავიაქტიურე, ჩავიწერე კრაქტი და ვისაც სურვილი აქვს უფრო მეტი ვიდეო, უფრო მეტი კაი ხარისხით შემოგთავაზოთ, გამოიწერეთ არხი. შეგვიძლია ახლა დავკრაფტოთ KX-ით. ჯერჯერობით ხმლის დაკრაფტოთ შეგვიძლია. ჯერჯერობით ეს ყველაფერი ჯერჯერობით სტარტისთვის ყველა საჭიროა, მაგრამ თუ გამithარდება Minecraft-ში. მაგრამ ეს არაფერი არ არის. მომავალ კვირებს აქტივს თუ დავინახავ Minecraft-ს მივაყოთ ერთ-ერთმა ბიჭმაც დამიწერა კომენტარი რომ Minecraft-ი გადაიღო, მაგრამ რა თქმა უნდა Minecraft-იც იქნება და ყველაფერი იქნება, მეგობრებო, თქვენ თუ მოიწერთ არხს. პირველ რიგში ხა მინდა სპოთი, რომ ავაშენო სახლი. და ეს სპოთი დავმარკოთ, ნუ აქ ჯერჯერობით გაცნობთ ისევ რომ დიდხნიანი ვიდეო არ მგონი აქვს. მოკლედ ჩემთვის სპოთი არის, ანუ მარტივად რომ გითხრათ სახლის აშენების მთავარი სტრუქტურა არის, აი ხა რასაც გავაკეთებ. რომ ჩემი აზრით სახლი თუ მარტივად ააშენო, ანუ დიდი ბლოკები არ დაგჭირდეს და რაღაცა გარეთ უაზრობა, ანუ მარტივად რა, რეალურად, ანუ Minecraft-ის survival mode არის იმისთვის, რომ გადაურჩე ზომბებს, გადაჭი ხამე, მე უკვე სახლის განვითარება შეიძლება რა თქმა უნდა დეკორაციისთვის, მაგრამ ჯერჯერობით სტარტისთვის არ არის საჭირო ესე კონდეს დიდი სათამბჯენი სახლი, რაღაც სერიოზული სახლი და იმრავი. მოხდებით, აი ხა ეს ჩემთვის ეს
ჩაულებრივი არის, აქ დავდგამ იმას. crafting tables. სად არის cobblestone-ებით? ამის დაკრაფაში მიდე. ფურნეში როგორ დავკრაფტო? აი, აქ შევიდეთ. ფურნეში დავკრაფტოთ, ფურნეში. შუამეტი ის რომელიც არაფერი. შეიძლება მოკლედ აქ აი ესეთი ჩაულებრივი მარტივი სახლიც რა ძალიან ჩაულებრივია რა. ეხლა პირველ რიგში სახლის აშენებას შევუდექი პირდაპირ. ჩვენ ეხლა გვჭირდება ცხვარი. ან იქნება ახლო სამი village შეფუთოს, მაგრამ პირველ რო წავიდეთ სახლი არ დავკარგოთ. აი ცხვარსაც ხედავ. ორი თეთრი ბუნტლია. ძალიან გაგვიმართლა მეგობრებო. გაგვიმართლა ძალიან. აუ, სულ დამოიწყდა ხმალდება. რატო გაწოვეთ? საწოლს დავდგამ, ნახშირს მოვიპოვებ, საკოპი შევწვა და მე უკვე ალბათ ვიდეოს დასასრულს მოვაკლოდებ. გარემ აქვე არის ჩვენი ნახშირიც. ასევე მაქვს მეორე world-ი, Aternos-ის world-ი, თუ რა თქმა უნდა Aternos-ის, ანუ community შეიქმნება, მოკლედ პირველ რიგში დაწერეთ თქვენი user-ი Discord-ის, მე დაგამატებ და Aternos-ის სერვერს გავაკეთებ, სადაც YouTuber-ების გამოწერების სერვერი იქნება. ამ გამოწერების სერვერზე ოღონდ მარტო ვისაც ლეპტოპი აქვს და კომპიუტერი სამწუხაროდ, თორე სხვა ვერავინ ვერ ჩავაგდებ Minecraft-ის არის ასეთი. მე კი ავშვები ეგრე. ხო და ვისაც სურვილი აქვს რომ ერთად ვითამაშოთ გამომწერებმა ზოგადად ჩემმა აუცილებლად მომწერეთ და მაგაზე მე ვიზრუნებ Aternos-ის სერვერზე, შევქმნა ახალი სერვერი. ძალიან პატარა სახლი გვაქვს ვათშოპის და არ ჩანს საერთოდ სახლი. ეგ არაფერი ნელა მოვხოდებით. საწოლიც გაკეთებულია. საჭმელიც გვაქვს, ნახშირიც საკმაოდ გვაქვს. ეს არის ჯეჯირობით starter pack. აი ესე დავარქვა ამ ყველაფერს. ნელ-ნელა მოვიხოდებით, მეგობრებო. ნელ-ნელა მოვიხოდებით, ჩესტებსაც დავდგამ, დაიმონდების საშოვნელადაც ავალ და ყოველ ეპიზოდი იქნება დაყოფილი. ეხლა ამ ეპიზოდში starter pack-ის ეპიზოდი იყო, ანუ რეალურად გამოვწოვთ საკვებს, ხეები მოვიპოვეთ ხეებისგან პიკეიქსი, ნაჯახი, ხმალი, პატარა კეივიბით სახლი, საწოლი დავდგით, საჭმელი გამოვწვით და მეტი ჩემი აზრით, მეტი starter pack-ის არაფერი respawn point-ი შეცდოვარია და სანამ ეს საჭმელი გამოვიწვება მაქამდე ამ ნახშირებს მოვიპოვებ. ნახშირები ყველაზე საჭიროა ჩემი აზრით Minecraft-ში, რადგან ნახშირების გარეშე ეს თორჩი გექნება რო აანთო სახლი ზოგადად ანუ აზრი არ აქვს თორჩი ზოგადად ბევრი ყველა აიტემი საჭიროა Minecraft-ში, მაგრამ ჩემთვის არის ყველაზე საჭირო აიტემი აი cave-ისთვის და აი map-point-ისთვის, რა თქმა უნდა, coal-ი რა საჭირო, იმიტომ რომ რეალურად coal-ით ვარ ეს საჭმელს გამოწვავ, ანუ პურითაც შეგიძლია ჩახვიდე და ვაშლებითაც, ბევრი ვაშლებითაც ეს ორი სტაკი ვაშლებით ჩახვიდე, cave-ში ორი დღე გაძლებ. მაგრამ coal-ი მაინც ხორცი საჭირო არის და ამ coal-ის მეშვეობით ხორციც და თორჩიც, რა თქმა უნდა, რომ გაანათო cave-ი. იმედი მაქვს მეგობრებო, რომ კაი სპოტი ავირჩიეთ და cave-ი, აი თები ჩანს იქ ბევრი კინა იქნება. ძალიან კაი spawn point-ია, წყალიც აქვე არის, თევზებზე ვინადირებ და შვენიერია. ჩავედით საჭმელი ავიღოთ და ნახშირები დავამატოთ ჩვენს საჭმელი გამოვწვით, ნახშირები დავამატოთ და ეს ხორციც გამოვწვით. ამასობაში არ დაგავიწყეთ მეგობრებო ჩანელის გამოწერა, რათა ჩემი ყველაზე დიდი мотиваცია იქნება იქნებით თქვენ ჩემი გამოწერები და ამიტომ გეხვეწებით რომ გამოიწეროთ არხი. პიკეიქსი მიგუჭდა მეგობრებო. მაგას ინარინები
აი კეივის ნაკოვნია, მაგრამ კეივში არ მგონია ეს რამ საინტერესო რამე იყოს. არა, საკმაოდ საინტერესოა. შეიძლება ლაპის ლაზულიანი. ოპა, სკელეტონი ალბათ. კეივში ჯერჯერობით. მოკლედ ეს კეივი ვიცით, მოკლედ ახლო-მახლო კეივი გვაქვს პატარა კეივი, მაგრამ ამ კეივისაც გამოვიკლოთ. შემდეგი ეპიზოდი იქნება მეგობრებო, მოდი ამ ეპიზოდს დავამთავრებ მზის ჩასვლასთან ერთად. მოკლედ შემდეგი ეპიზოდი იქნება გამოვიკლოთ ამ კეივს, ეხლა რასაც მივაგენით, ავალთ წინო მთები არის, ამ მთებზე არ ვაკლებარები, წეგან გამოჩნდა კადრში მთები. მაგ მთებში ავალთ, გამოვიკლოთ მაგ მთებს, მოვიპოვოთ რკინას, ნელ-ნელა განვითარდებით და ყველა ეპიზოდი იქნება დაყოფილი. შემდეგი ეპიზოდი იქნება კეივის გამოკვლევა, ხეების მოგროვება და ასე შემდეგ რა. ნელ-ნელა მომწვდება ეს იდეები და წინ ნახეთ რა ხელა არის, არ მეგონია პრივილეიჯი იყოს სადმე. მოკლედ მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის და ყურებისთვის. გამოიწერეთ ჩემი არხი და ყოველ კვირას იქნება ახალი ვიდეო. ამიტომ ყურადღებით. და იმისათვის რომ ჩემი ვიდეოები არ გამოტოვოთ, გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ.